ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთი ჩრდილოვან საზღვაო დერჟავად გადაიქცა. ჟანგიანი ტანკერებიც ურავენ უცნაური სახელმწიფოების დროშების ქვეშ, რაც საშუალებას აძლევს აგრესორ ქვეყანას გვერდი აუაროს დასავლურ სანქციებს, რაც უკრაინის ომის გამო რუსულ ნავთობზე დაწესდა. ეს არმადა თვალსაჩინოდ იზრდება და დღეს იგი გამოიყენება არა მხოლოდ რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტის ფარულად გადასაზიდად, არამედ ევროპის წინააღმდეგ დივერსიებისა და ჰიბრიდული ოპერაციებისთვისაც. ისინი თიშავენ AES ტრანსპორტერებს, რომლებიც სხვა გემებს გადასცემენ მონაცემებს ტანკერის პოზიციის, სიჩქარის, კურსის, სახელის, დროშისა და ტიპის შესახებ. სიგნალს აყალბებენ გამოგონილი ადგილმდებარეობის გადაცემით. არ ამჟღავნებენ ინფორმაციას მფლობელების შესახებ. თვეში რამდენჯერმე იცვლიან დროშებსა და სახელებს. ჩრდილოვანი ფლოტის მონიტორინგი სერიოზულად მხოლოდ წელს დაიწყეს, როდესაც რუსეთმა მისი გამოყენება არა მხოლოდ ნავთობის სანქციებისგან თავის დასაღწევად, არამედ ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაციებისთვისაც დაიწყო. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები ეჭმიტანილები იყვნენ ნატოს ქვეყნებს ბალტიის ზღვაზე დამაკავშირებელი კაბელების დაზიანებაში. შედეგად ნატოს ქვეყნებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე კაბელების დასაცავად დაიწყეს Baltic Sentry-ის მისია. გაერთიანებულმა სამეფომ კი თავისი სანაპირო ზოლის მახლობლად რუსული დივერსიისთვის მზადება დაიწყო. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტთან ბრძოლა ევროპისა და უკრაინისთვის გრძელვადიან გამოწვევად რჩება.